მოგესალმებით. გამარჯობა ხალხო. როგორ ხართ? როგორ ხართ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად ყველაფერი. ძალიან ვაიმე ხალხო იმაზე მინდა ლაპარაკებ. მეტროში როგორ მოკვდა ბიჭი? მეტროში რო გარდაიცვალა ვიღაც ბიჭი და ეზაო რა ქვია. ამ ერთი კაცი გულისთვისო გავაჩერეს ამდენი ხალხი. ცოდო არ არის ადამიანი იყო ის ხო არ იყო წიწილა. როგორ შეიძლება და მე დანარჩენების სიტყვებიც მოყვა. როგორ შეიძლება ადამიანმა ხო 1-20-30 წუთი, 2 საათიც ყოფილიყო. ადამიანი მოკვდა, ის ხო არ მოკვდა რა ქვია ვინმე ისეთი წიწილა ძაღლია და გეცოდება ადამიანს ქათმები, წიწილები, აი რო კლავენ ქათმებს, აი მეცოდებიან. აი თუ ეტყობა ხალხო სულ დამბურცკლა, აი უყურე რა გამიკეთა. როგორ შეიძლება ადამიანი ახალგაზრდა ადამიანი მოკვდა? რა მნიშვნელობა გინდა ახალგაზრდაც გინდა იყოს და გინდა ვინც გინდა ადამიანი ხო იყო ის? როდისღაც ხო იყო ისა როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა, თქვა? მართლა იცი რა არის? არ ვიცი, რაღაცა ემართებათ ამ ხალხს. მართლა თუ იყვნენ ესეთები თუ იყვნენ და ეხლა გამოამჟღავნეს დედა თავის სახელი. რატო უნდა გამოამჟღავნო? რანაირად უნდა იყო? იცი რა არის? პრინციპში ზოგს ხალხის რაღაც კატეგორიას, ადამიანების რაღაც კატეგორიას ნიღაბი ეკეთა. ადრე ნიღაბი ეკეთა და ეხლა მოიხსნეს. ეხლა ჩამოიხსნეს ნიღაბი. როგორ შეიძლება? ამდენი ხანი გაგვაჩერეს თუ სამსახურში თუ რაო? რაღაცა თქვა აღარ ვიცი, რა ვიცი, მაგ სიტყვების მე აღარც მომიხსენია. როგორ შეიძლება? აი არ შეიძლება ადამიანი იყო ის ხო რაღაცა მწერი ხო არ იყო ის ადამიანი მოკვდა რა. როგორ შეიძლება ადამიანზე ეგეთი რაღაცა იფიქრო? 9 საათი კი არა, 15 წუთი კი არა. გაგვაჩერეს 2 საათი და 3 საათი რო გაჩერდე, ხო? ნამდვილად არ უნდა დაიწუწუნო. იმიტომ რომ ცოდოა ის ადამიანი ისა. მაგერთ კაცს ხო შეიძლება ვინ ელოდებოდა, ხო? ხო. ვინ ელოდებოდა? სახში ხო ვიღაც მასაც ელოდებოდა? ხო მოკვდა. როგორ შეიძლება ადამიანზე? მე არ ვიცი. სამყარო შეიცვალა. ადამიანები შეიცვალნენ, თუ იყვნენ, თუ არ იყვნენ. მე ჩემამდე არ დადის. რა ვიცი მე, ეხლა გამოიჩინეს თავისი სახე. ყველა თავის სახეს იჩენს. ვაიმე ადამიანს აი ბურძგლავს ხალხო, აი რომ მისმის, აი რომ ლაპარაკობს თუ ეკლები მაყრის ხალხო, უყურე აი დაინახე და შეიძლება ვიღაცა ქალიც იზახო და მეორეთ მეტრო აღარ მიხსენოთ. რა შთვი არ მიხსენოთ? იმ ადამიანს გომს ხო არ ატარებდნენ წინ და უკან. იმას გამოყვანა უნდოდა ხო ელემენტარული და რაღაცა ხო უნდოდა რა. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა გააკეთო? იმას რომ ვინ ელოდებოდა ამ ცოლშვილი მშობლები ყავდა, როგორი სიმწარია იმათთვის არა? არ ვიცი, არ გამოგიცდიათ ადამიანს, არ გამოუცდია ნებისმიერ მე ისე ვერ ვიტყვი ადამიანს რომ ვიღაცას მიცვალებული არ ყავდეს, ან ახლობელი, ან შინაური, ან ისა ელემენტარული ვიღაცა ხო გეყოლება. ის რომ შენ მიცვალებულზე ეგრე ვიღაცამ რო თქვას, ეს სიამოვნებაა? ვინც ის ვინ ელოდებოდა ის ახალგაზრდა ცოლშვილი, ახალგაზრდა ბიჭი იყო მგონი, ხო? ახალგაზრდა არ იყო დიდი ბიჭი. ხო, ახალგაზრდა ადამიანი ხო იყო. ახალგაზრდა მოკვდა რა. შოქში ჩავარდებოდი, მე ჭკუიდან გადავიდოდი, მაგას არ ვიცი ადამიანს რო ხედავ რომ გადაბრუნდა და რაღაცა მოიმარ. მე მოულოდნელად გული გაუჩერდა. მე ალბათ რა ვიცი, მე შოქში ჩავარდებოდი კი არა, ალბათ ჩემი სიცოცხლე ეგ თავიდან არ ამოვიდოდა. აი ძალიან მასქნა რა ქვია. გული მეტკინა, როგორ შეიძლება ადამიანი ხო ხარ?
მომავალი ხო გყავს? არ ვიცი. მე ვერ მოვდივარ აზრზე ხალხო, რომ რა ხდება, რა მდგომარეობა, რა ფენომენია და რა მდგომარეობა. არ ვიცი. გაძაღლდა ეს ხალხი, გაგიჟდა, ჭკუიდან გადავიდნენ თუ რა გააკეთეს, ვერ გავიგე. ან ტვინები აქვთ ამ ორი ცხილი და აღარანაირი გული აღარანაირად გაციებული აქვთ გული ხალხს. დღეს რომ რაღაცა მოგივიდეს თქვათ, გადაბრუნდე და ადამიანს წყალი თხოვ, წყალი მომასშველეო, ცუდათა ვარ. არავინ არ უმასქნის. უნდა ატარო წამლებით და წყალით და ყველაფერი უნდა ატარო იმაში, ქუჩაში. არავინ არ მოგაქცევს ყურადღებას. კატეგორია ახლა ყველა ხო არ არის ეგეთი, მაგრამ ყველა ეგეთი არ არის საბედნიეროდ. ხო, მაგრამ ვინც მაგას ლაპარაკობს და თან წერს შედალოცვილო ლაივში. თან ვიდეოს რო იღებ. ვიდეოს გადაღება ჯერ ესეთი ადამიანი გარდაიცვალა რა უბედურებაა, ხო? ხო და მე მაგ სიტყვას რო იძახი, საერთოდ ადამიანი გქვია? ცხოველსაც ვერ უწოდებ მაგას. აი მიდოდა მაგაზე ჩაწერა, მაგრამ აი რაღაცა ვიკავებდი თავს, მაგრამ ვერ აუხვალ, ვერ მასქნი რა, გაატარებ მაგ მდგომარეობას. და მე კიდე ეს არის რა ქვია, ვიდეო შემხვდა, ალბათ თქვენ შეხვდათ, არ ვიცი. მანქანების კოლონა მიდის, რა ვიცი, ქორწილიო ხალხი წერს იმაში. მანქანების კოლონა მიდის და ისვრიანია. თუ ნახეთ, არ ვიცი, თქვენ შეიძლება თქვენ შეხვდათ, Facebook-ზე შეხვდა და მე TikTok-ზე შეხვდა ეგ ვიდეო. ალბათ ის არის რა ქვია, ადამიანები ისინი ისვრიან რა. იარაღს ისვრიან ხალხი. და მაგას თავი დავანებოთ. კომენტარებში რო გადახედო მაგ ვიდეოს კომენტარებს, ის არის რა ქვია. ზოგი ხო წუხს მაგ ყველაფერზე, ზოგი წუხს რომ როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა და ვინმეს რომ მოხდეს და ესი არ ბრმატყვია და ესე და ესე და რა ბრმატყვია მარ მოკლა პოლიციელი სახში შევარდა ტყვია სახში იყო ადამიანი ხო იყო ერთი წელი პოლიციელმა ისროლა ახალწელზე თვრალმა პოლიციელმა ხო ისროლა თვრალმა პოლიციელმა ხო რომელსაც იარაღი სამსახურის გარდა არ უნდა კონდეს წესით ტარების უფლება არ უნდა კონდეს ხო ისროლა და მოხუცი ხალი მოკლა სახში შევარდა და იქვე აი იარაღს რო ისვრი მიდიხარ კი მესმის ქორწილია ღმერთმა ყველა ბედნიერი ქორწილია მოიცა თქვა ერთი წუთი ბოდიში რო შეგაწყვეტინე ქორწილიაო და მე რაო ახალგაზრდები ისვრიან და ერთობიანო ეგ გართობა რანაირი გართობა ჯერ ესეთი რომ ქორწილში თუ კაი განზრახვა გაქვს ქორწილში იარაღით არ უნდა მიდიოდე და მერეც მეორე კიდე როგორ თუ ერთობა იარაღის როლა გართობაა ხალხისთვის ალბათ გართობა რა ვიცი მე ნამდვილად მე გარამწა იარაღის როლა გართობა როგორ არის მით უმეტეს მიდიხარ ქუჩაში ხო ხალხი დადის იქ ხო კორპუსებია და ვიმესთან რომ შევარდეს ეს ვთქვათ ან ადამიანი ვიღაცას მოხდეს გამლელს ან მანქანამ გაიაროს და მანქანას მოხდეს ხო ხუპავ ადამიანს არა და მაგას ყველაფერს რო თავი დარავენებოთ კაი ისინი შეიძლება გიჟებიც იყვნენ და ვერ იყვნენ ვერ ხვდებიან მაგას მაგრამ ვერ ხვდებიან შეიძლება ისინი შეიძლება ბავშვები არიან ხო ახალგაზრდები და ახალგაზრდებმა შეიძლება ვერ მიხვდეთ რომ რას ვაკეთებთ მაგრამ ამ ხელა კალის სიხარულისგან ხო და ამ ხელა ადამიანი რო ხარ და ამ ხელა კალი რო ხარ და მაგას წერ პირიქით ახალგაზრდას უნდა აუხსნე რომ არა შვილო არ შეიძლება ესეთი რაღაცა ხო მაგას რო წერ და ამ ყველაფერს ამართლებ ეგ რა საქციელია ეგ საქციელია ამ ყველაფერს რო ამართლებ იქნება ვიღაცას მოხდა იქნება მაგას რო წერ მაგ კომენტარს შენმა ნათესავ მაგაიარეთ შენ ნათესავს მოხდა მე ხო შენმა შინაურს მოხდა ხო ნაცნობს მოხდა მეგობარს მოხდა ხო რატო ის გამო აი სისულელია ნამდვილად არ შეიძლება ისე იარაღის ესე
უპრაგონო და აი მე გეტყვით ჩემ გამოცდილი იმას რა ქვია ერთი ხელ მეგობართან ვიყავი სახლში იქ დავრჩი ღამე ატყდა რაღაცა სროლები და ისინი რა ქვია აივანზე არ გავედით და თურმე იმის დაბლა პირველ სართულზე უცბად ვიღაცამ ისროლა ვიღაცამ თორალმა ისროლა და ვიღაც მოკლეს უპრაგონოთ ხო ბავშვს მოხდა აი იმაზე გამოვიდა რა ქვია სამზარეულოს ფანჯარა იყურებოდა გარეთ ხო და ბავშვს მოხდა უაზროდ ვიღაცამ თრალმა ისროლა ბრმატყვია მოხდა ბავშვს შეიძლება ბრმატყვია რატო უნდა მოხდა არ ვიცი მე გარდაიცვალაო იძახოდნენ რომ გარდაიცვალა ეს ბავშვიო მაგრამ ისიც დაიჭირეს მაგრამ რა გამოუშვებდნენ მე ხო და როგორ შეიძლება აქაც სხვათა შორის ჩვენთან გამარჯვებაში ბევრჯერ გავგიგონია ავტომატის და იარაღების სროლის ხმა ხალხო ბევრჯერ ახალ წელზეც მაგალითად ბევრჯერ გავგიგონია ერთი წელი კიდე პატარა ვიყავი და იმას რო არის რა ქვია მუხარო არის ხო იცით ხალხო ეს ბიჭზე რო დაიდებდა ისვრი და 100 მეტრის რადიუსში რო ყველაფერს ანადგურებს ეგ ისროლა ეგ ხო რომ იმეს სახლს მოხვედრო და ხო ანადგურებ ყველაფერს არა ახალწელზეც მაგალითად ბევრჯერ გავგიგონია რომ იარაღი უსვიათ იმის მაგივრად ფოიერკის მაგივრად დაჟე ფოიერკების მაგსაც შეუძლია რომ რაღაცა დააზიანოს გიორგი მოწელს მიგავისვით გავისროლოთ არ ვიცი შეიძლება არც ვიყიდო არ ვიცი შაშანაც ეგრე ვიძახოდი მაგრამ ვიყიდე ხო და უბრალოდ არ შეიძლება არა მე ჯერ ესეთი იმას რომ ფოიერკეს რო თავი დავანებოთ რომ ცხოველებს ძალიან ეშინიათ მაგ ყველაფრის და რა ვიცი მაგას ეგეც არ უნდა ისროლო წესით ხო და ეს იარაღის სროლა კიდე სათამაშო ხო არ არის არა ადრე ბავშვობაში რომ თქვენს გქონდათ ალბათ ბავშვობაში იარაღებს რო ვისროდით ხოლმე ვითომ ისინი ვიყავით ხან პოლიციელი და ხან რა ხო ისიც კი წარე იყო რომ მოხდებოდა ის პატარა ბურთები რო იყიდებოდა ხოლმე იმისი ყვითელი ბურთები ვით იყო ხოლმე ტყვია იყო ითო და უნდა ჩაგედო ისიც კი წარე იყო რომ მოხდებოდა და არა თუ იარაღის ტყვია არა თუ ნამდვილი იარაღით ისვრი ტყვია რა ტყვია ნამდვილ ტყვიას რომ ადამიანის წამში განადგურება შეუძლია ხო წამში მოკლა შეიძლება არც მოკვდეთ გარდაიცვალოს არც მოკვდეს და სადღაც მოხდეს ისეთ ადგილას რომ სამუდამოდ ეტლზე დასვა ნამდვილად არ და მე არ მესმის მე როგორ უნდა იარო მაგ იარო და დაიძინო მაგ ემითი რომ შენ ვიღაცა მოკალი არ ვიცი გიორგი ყველას ერთნაირი ის არა გაგება და ჯანდაბას ხო მაგას რო თავი დავანებოთ ის არის კიდე გასაკვირი რომ ეს ცოტა ბებიების თაობა ხო ყველაფერზე გამართლებას რო უძებნიან ეგ მიგვიც მე ეგ მიგვიც ყველაფერს გამართლებას რო უძებნიან არ ვიცი ვიღაცას მოკლავენ ცოლი ქმარს მოკლავს და ქმარი ცოლს მოკლავს გამართლებას უძებნიან ამართლებენ ერთმანეთს სკოლაში აბულინგებენ მაგასაც გამართლებას იმას აშვებიან ბავშვი ბავშვს ემს გამართლებას იმას აშვება რა ქვია როგორ თქვა უძებნიან ამართლებენ არ ვიცი მე მაგ კატეგორიის ძალიან მიყვეს ყველაფერს რო ამართლებენ აბსოლუტურად ყველაფერს მიდიხარ მანქანით და ისვრი იმას რა ქვია იარაღს ისვრი მოხდა ჰაეში ისვრი იარაღს და ვიღაცას მოხდა ხო ის ქორწილიც უნდა ჩაშხამდეს ქორწილიც უნდა ჩაიშალოს ხო ჯერ ამ ქორწილებზე რო ეს დრიფტაობა და გასწრება და ისინი რო იციან ეგ ხო თლაც საშინელება რამდენი ავარია მოხდა
ქორწილზე მარ ეგ ხომთლად საშინელებაა კიდე და მეთქია ის რო ფრიერ და სარიცხი მეთქი ვინ მოვიდა ის ფრიალებს სარიცხი გიდი მეც წეღარ მაგას უყურებდი მეთქი ვინ არის ხო და ჯერ ესეთი ქორწილში რომ მიდიხარ ის იარაღი რა თქინდა ქორწილში გასართობად მიდიხარ სასროლად ხო ქორწილში მიდიხარ საცეკვაოდ ის არის აქვე ჩეჩნებმა იციან ხოლმე ხალხ რომ ქორწილები თუ გაქვნა ნახი YouTube-ში დევს მაგათ ჩეჩნებმა იციან რომ იარაღს ისვრიან ჩეჩნები ხო არა ჩიქალ ეს რა უბედურება არის რა არის მე იმათი არ მომწონს რომ იარაღს ისვრიან და ქართველებს რა დაგვემართა ხალხო მე ტყუილს კი არ ვიძახი საქართველოს გახდა დედამიწის ის არა მქვია დედამიწა ხო ის არის ფსიქიატრიული განყოფილება ერთ-ერთი ფილიალია საქართველოს მე არ მესმის ადამიანის მე რა ვიცი ადამიანობა დაიკარგა სულ და სუსუში ადამიანობა დაიკარგა და დაიკარგა ერთია და სულ გაგიჟდნენ ხალხი იარაღსაც ისე ისვრიან გეგონება სათამაშო ისროლეს ბავშვობაში ხო ყველას გვითამაშია ომობანა რო არის ხალხი ომობანა ხო ყველას გვითამაშია ბავშვობაში და ყველას იმას გვიქნია გაგვიკეთებია ეგრე თამაშობენ ახლა ნამდვილი იარაღებით მერე დანებს რო იქნევინ იქით აკეთ ჟონგლიორებივით მე დამ ქორწილში არც იარაღი უნდა იყოს არც დანა უნდა იყოს ან კიდე ქორწილი საერთოდ არ უნდა ჩაატარო და შეჩანგლებიც აღარ უნდა დადო ქორწილში ხელებით უნდა ჭამო ხელებით უნდა ჭამო ჩანგალიც ის არის აქვე ცივი ჩანგალი მარტო კი არა კოზის არ უნდა იყოს შეიძლება კოზის ჩაგარტყა თავში ან თვალი ამოგჩიჩქნო სკამები ზოტაღანში ისეთი დრომო არც იმის თებში უნდა იყოს რა ქვია დაიდოს შუშის თებში არც სკამი არც მაგიდა და არც არაფერი შეიძლება ის გესო რა ვიცი მე ფეხზე უნდა დაიჭირო თებშები და ჭამო ისე თებს გატეხავენ და გაგიყრიან რა ვერ გაგიყრიან არა პლასმასის თებშები პლასმასის თებშით რა უნდა ქნან ჭიქებით ხო ერთჯერადი რო გადაყარონ მე ცოტა ხანში ისეთი დრო მოარ სტუმარსა დეტექტორი შეამოწმი რომ გივა სახში რამე ხო არა აქ გაჩხრიკავს ათითაოდ კარებში შიშკრიდა რავე გუშინ რა დეტექტორი არ იყო დეტექტორით არ გასინჯეს ის რა გინდა იქ გასინჯეს დეტექტორით მაგრამ აი ბარკალში ქონია იარაღი და მაინც მეას იყვილა ის გოგო რანაირად შეუშვეს რანაირ დეტექტორი იყო რა იყო ხო უნდა აწუწუნებულიყო იარაღს უნდა ხო აწუწუნდა აუწუწუნდა გვერდები მაგათ მე რა ვიცი კი მეადუღეს ის გოგო და ძალიან უაზროდ დაამთავრეს და მოწყვიტეს ნერვები ყველას ყველა დარჩა ბებრევიც კი იმას აკნეს ბებრემაც კი დაინაწილეს კაცები და საქმროები და ამბიც არაფერი დარჩა რა ცოტა ბიჭია აღარავინ აღარ შვილი არც მშობელი ყავს არც შვილი და შვილიც მოუკვდა ხო მშობლები არ აყავს ამდენი იბრძოლა ამ გოგოს გულისთვის ესეც მოკვდა ბოლოს ეგ გოგოს გულისთვის ხან ვინ მოიყვანა და ხან ვინ მოიყვანა ცოლა საავადმყოფოში მე რამდენად მოკვდა ამ გოგოს გულისთვის მე რა ვიცი და ბოლოს მაინც არ შეუნარჩუნეს ასეთი არაფერი მინახავს ან კიდე ისე დამთავრდა სეზონის ფინალიო აწერია იმაში სეზონის დასასრულიო რომ შევდივარი YouTube-ში ეგ მომენტი ისე დამთავრდა რომ კიდე მესამე სეზონიც უნდა ყოფილიყო ჯერგეთი რაღაც იღებენ თუ შუაზე უნდა გაწვიდონ ხო ფინალი დამთავრებაა გიორგი სეზონის დასასრული სეზონის ეგ კიდე უნდა გაგრძელებულიყო რა ვიცი ყველაფერი მავნია და ყველაფერი მომწონს მე რა ვიცი
რაღაცა კატეგორია. გემრიჩების სერიალი და ფილმი რეალობაში გადმოიღეს ამ ხალხმა. კი, რეალობაში. ხალხმა გადმოიღო სერიალი და ფილმი რეალობაში. კი. ნე. ადამიანია რაღაცის გულისთვის როფერი უნდა მოკლა მე. რაღაცა უმსგავსო რაღაცის გულისთვის ადამიანი უნდა გაიმეტოს სასიკვდილოდ. ისე ემფარდას იმას მოვაჭრე ინახევოს უშნოთა ჩანს. რუბენ ნახევოს. აი შიგნით რო აქ გადამოკეცილი როა. ხო. აი მე ის გამახსენდა ამ ფარტაზე რომ დამოკლე ისეთი რომ გადაჭერი და ესე მოკლე რომ ეს არა. სხვა გადაჭერია რომელიღაცა. ხო აი და მოკლე რომ დაკიდა და ვაიმე და იქიდან რომ დაიხვიდა. რამდენი ვიცინეთ. მე რამდენი კომიკები გოგადა. ვაიმე რამდენი ვიცინე. ვაიმე დედა. ვაიმე დედაო იმ ხელაზე დაიყვირა იქიდან. აჰა, დამოკლე ფარდა. ვაიმე დედაო იქიდან ისე დაიყვირა რომ თუ გაქვთ ნანახი რა ვიცი. ნანახი თუ გაქვთ ვიდეო არ ვიცი. ახლებს ახლებს არ გექნებათ ბოლოში სადღაც. ცირკი ვიყავი. ფარდა იმდენი ჭერი. იმდენი გადაჭრა რომ მაინც ბოლოში აიყვანა. ვაიმე დედამეთი. დავკიდე, მე დავკიდე, შენ იქით გახვედი რაღაცას. მე დავკიდე ფოტო და ვაიმე დედაო დაინახა დაკიდებული. რა ვიცი მე რო კიდევ ვერ შევამჩნიე ისა. მოკლე რო იყო. შენ კიდევდი თუ მე დავკიდე. და მე შენ რო გამოხვედი იქ და რო დავკიდე. მე დავკიდე. და ვაიმე დედაო იქიდან რომ გამოხვედი. ვაიმე დედამეთი იმხელა დავიყვირე ხალხო რომ მეტი რომ არ შეიძლება. რა ცირკები აით. რომელია ნეტა საათი. თავიდან რო გადაღება დავიწყე კიდე რამდენი ის რა ქვია ნამდვილი უაზრო რაღაცა ისევემთხვა. იმაში რო გავიჭედე ხალხო. საქართველოში. რამდენი ვიცინეთ ვაიმე. 4 საკლი 10 წუთი. რომელსაც წავიდეთ ზევით. მე რა ვიცი დედა. ხო რა მინდოდა თქმა არ დამავიწყდე სანამ დამავიწყდება. ისაო რა ქვია. აჰა, უკვე დამავიწყდა. ხო, ზოდიაქო. ისაო რის წელში ხარ დაბადებული ცხენის წელში მოდიშო. მე ვეფხვის წელში ვარ დაბადებული. დედა ჩემი არის გველის წელში. ჩემი წელია იყო. ხო. არა, შენ ხარ ძაღლის წელში და ვებია ჩემი არის გველის წელში. ხო. მე ვარ ქალწული ზოდიაქოთი. მე ხილდოსანი. გემადონო. ვებიაში? მორიელი. მორიელი თუ ლომი. აგვისტოშია. ივლისშია დაბადებული. ხო, ივლისში. მორიელი თუ ლომი აღარ მახსოვს რა ვიცი. მე ზოდიაქოთან ძალიან მოვიკოჭრებ ხალხო. არ ვკითხულობ. წელი. ადრე რატო არ იყო ეს წლები და ისინი? ადრე არ იყო ზოდიაქოები, ხო იყო. მარტო ახლა შემოიღეს. ეზიტო დერიკოსებიო და ისინიო და ისინიო ახლა შემოვიდნენ. ნათელმხილველები როგორ არ იყვნენ, აბა რა იყო. ნათელმხილველი აბა რა იყო. ხო. ხო, მაგრამ ასე არავინ მისდებდა იმდენად. არავინ მისდებდა, მაგრამ თავის დროზე სხვათა შორის რაც დღეს სოფლიოში ხდება, ეხლა რაც სოფლიოში ხდება და რაც კიდე მოხდება. ვანგას ყავდა ნაწინასწარმეტყველები თავის დროზე. ვანგამ იმ წინასწარმეტყველა.
ვანგა მაგარი წინასწარ მეტყველია. ხო. და ყველაფერი გამართლდა აბსოლუტურად. კი. ვანგამ და იმან კიდე, რა ქვია. მამა გაბრიელმა. კი. მამა გაბრიელმა ისიც ხო სანამ ის არ შეიძლება სანამ პარლამენტი არ დაინგრევა და არ იმას იზავს რა ქვია. არ დაბრუნდება ეკლესია მანდო, სადაც იყო პარლამენტის ადგილას. თურმე ყოფილა ეკლესია და უნგრევიათ და უშენებიათ პარლამენტი. სანამ არ აშენდება ისევ ეკლესია და არ დაბრუნდება თავის ადგილეზეო, მანამდე საქართველოს არ ეშველება არაფერი. ხო. და მაგ ადგილას ის იქნებაო რა ქვია, სულ არეულობაო. აჰა, არ იყიდეს, ვერ უყურებ. რაც 27 წელია, რაც მახსოვს, მან სულ არეულობაა. ყველა მთავრობის დროს არეულობა იყო. და იმის ფუნიკულეურსურევია კიდე ისა რა ქვია. მაგ ეკლესიის აგური. ხო, ხო. ხო. ჯერეგეთი ეკლესიას რატო ანგრევდა პარლამენტს აშენებ. სხვა ადგილი ვერ ნახე. მაინდამე რუსთაველზე რატო უნდა ყოფილიყო პარლამენტი. რა ვიცი. ჯერეგეთი ვინც ეკლესია დაანგრია, იმას უნდა გაუხმეს ხელები. ისე უნდა უთხრა, ის უნდა უთხრა რა ქვია, ლოდები უნდა უთხრა და მოვაწეწყო ის ხელები. ვიცი, 1000-ნაირი რაღაცა ხდება, რა ვიცი. 1000-ნაირი რაღაცა მდგომარეობა რაღაცა. ყველაფერში ცვლილი და მანგამაც მაგრა იწინასწარმეტყველა. თვითმფრინავების ისაო რა ქვია. კატასტროფაო, ჩამოვარდნაო. მიწის ძვრებიო, ომებიო. აჰა, მართლდება ხა. ეს მანია რომ იმებს სიტყვის ხოლმე ისინი ხო საერთოდ მართლდება. ой, მე გული მიფეჩხება ეგ რო გამოვა. მაგის გამოჩენა არ მიყვარს ხოლმე იმაში ინტერნეტში. კომენტარები რო გაჩვული აქ. მე რაღაცა მიწეროს. გულში დღეს ჩართული ხომ მე. ადრე ხო უწერდნენ რაღაც გვიხეთქა გულს. რაღაც გვიხეთქა გულს, ისედაც მოხდება თუ მოხდენა უნდაო. გიორგი იცი რა არის? მაგარ უფლება არ აქვს რო არა თქოს. ალბათ. უნდა თქვას ალბათ, არ ვიცი. ალბათ ეგრე არის. შენახვის უფლება არ აქვს. ხო. თურქეთში მიწის ძვრებიო და ხო არ ბიძგები. ბიძგები არის ყოველ დღე არისო ბიძგებიო. ანა არის ძახის. ხო. მე დამანებით. ეგ არის მომასწავლებელი იმისი რა ქვია, რაღაც საშინელების. ხება რო არის. ხო. ეგ მიწის ძვრები კი ხდება ყოველ იმაში, მაგრამ ჩვენ ვერ აღვრძნობთ უბრალოდ. რომ იგრძნობა ეგ არის ცუდი. ხო. იაპონიაში რო ზღვა გადმოვიდა, ცუნამი რო მოხდა, ხო იცი? ფუკუშიმა თუ რაღაცა რო დაინგრა. ხო. ზღვა რო გადმოვიდა. 2000 რაღაცა წელს აღარ მახსოვს ზუსტად. პატარა ვიყავით, კარგად აღარ მახსოვს. მაშინაც იქაც ეგრე იყო, მიწის ძვრები. წყალში რაღაცა მდინარეში იმოშვებაო რაღაცა იმაში არისო იმან რო თქვა. რაღაცა მდინარე კი არა, რაღაცა ზღვა. ემაში თურქეთში ისა ბოსფორის სრუტეში სტამბოლში ის არის რა ქვია. რაღაც ნაპრალია. ბოსფორის სრუტე და შავი ზღვა ხო ერთმანეთს უერთდება და მან შავი ზღვასა და ბოსფორის სრუტეს შორის არის რაღაცა ნაპრალი. და ის თუ გასკდა შავი ზღვის ქვეყნებს და იმას თურქეთს წაიღებს. სტამბოლში. ჩვენც. კი. ბათუმცას. ზღვისპირა ქალაქებს ყველას.
აი მე ჩვენ ერთ ცუდად გამომივიდა ხალხონა რამუშველობა ადამიანის სადაც გინდა იყოს ყველა ადამიანია მე ყველა მეცოდება ეგრე არ უნდა მეთქვა ჩვენც ლაპარაკი იყო მიწის დროს რო გავიგონებ მიწის რა მოხდა ის მახსენდება თურქეთი თურქეთის ის მახსენდება პირდაპირ ვაიმე ხალხი რო ამოყავდათ ნანგერევებიდან რა ჭაში ცხო მოხდა რა მაგალითად რა იყო დედა რა სარყევდა ვაიმე მიწები დახეთქილი იყო ხარაგაულში ხო სკდება მიწები ხარაგაულის რომელიღაცა სუბეთში ხარაგაულის რაიონში სკდება მიწა ეგ არ არის კაი დედა რა საშინელება იყო სახლები დაიბზარა დაიმტრა მაგარი დამაგრეველი მიწის რა იყო ეგა მაშინ პატარა ვიყავი მე ბავშვი ვიყავი არ ვიყავი გათხოვილი მაშინ რო იყო დედა გასწორებული იყო დედამიწა რა იყო ეხ მე ცოტა ლოცვილარ და კიდე ერთმანეთს აუყბენ და უყრენ და ადამიანი რომ მოკვდება ვითომ რეაქცია არაფერზე რა ჩაოლებრივი მოვლენა გახდა ეგრეც არ შეიძლება რა მე რა ვიცი მე ყველაფერზე გუში კინოში იმდენი ვიტირე რომ ვიტირე კი არა ის არის რა ქვია ახლა ვიღაცა რო გარდაიცვლება ხო დაკრძალვის მერე ვიგებთ გარდაიცვალა რო დაკრძალავენ ხო მაშინ ვიგებთ გარდაიცვალა აღარ არის უკვე ის მან კიდე Facebook-ით გაიგებ ვიღაცა რო იმას აქვს რა ქვია გარდაიცვალა ბაცნე საინფორმაციოც აღარ გინდა უკვე ხო მარტო იყო ის ბიჭი იქით რა ვაგონში მოულოდნელად გული გაუჩერდა რანაირად იყო მარტო ხალხი არ იყო იმ არავინ არ იყო ბევრი არ იყვნენ იქით არ იყვნენ მე რა ვიცი ან შეიძლება იყო და არც არ იმეცია ყურადღება რა ვიცი მე აქეთ ვაგონიდან იყო გადაღებული ის კი არ უჩვენებიათ ის გარდაცვლილი მაგრამ იყო რო გული გაუჩერდა გული გაუჩერდა უცბად გადაბრუნდაო არაფერი არ არის ადამიანი რა ადამიანის ორგანიზმი არაფერი არ არის წამში შეიძლება ცხოვრება გაგინადგურდეს კი და კიდევ კომენტ ერთმანეთს ხრენთ ერთმანეთს ვქინიკობთ ის ესეთია კარგი რა კარგი აღარაფერი აღარ უნდა გინდოდეს სიკარგის მეტი და სიჯამთელის მეტი აღარაფერი აღარ უნდა იყოს და კარგი უნდა თესო რა არის სიგლახავი და სიმაიმუნე გლახის თქმას არაფერი არ უნდა თავარია კარგი თქვა თუ არა იმ გლახას დღესავე ვიტყვი დღესავე გავლანწყავ ადამიანს მაგრამ თეთი ეგიდუნაშვილი რო აღადავეს კარგი საქციელი იყო ეგა კარგი რა ცუდ არის ეგ კარგი საქციელი იყო და კიდე იმას რო აღადავებენ აქვე უჩას ეგ კარგი საქციელია ჯერ ერთი რატომ უნდა ვაღადავო ვიღაცა რა ვიღაცა უნახია თავადმყოფები და იმას აშვებიან ყველა მაგათ აღადავებს თავის გაჭირვება აქვს ისე და ტვინი არ აქვს არც ერთ და კიდე შენი ის უნდა რა ქვია გადაობა ამას რძენი გახდა უკვე ხალხი რა მით უმეტეს საქართველო სულს დაგიკარგავს ყველაფრის ხალხი მა იმ ვიდეოზე კაცი რომ მოკვდა ბიჭი რომ მოკვდა თუ კაცი იყო თუ ვინ იყო მე როგორი გინება იყო მართლა გინებაც იყო ხო ვიღაცა არა ბოლოს ვიღაცა რო აგინებდა იმ ხო ბოლოს დილას მე რო ვნახე ხო საგინებლები კი არა მეტი იყვნენ სათითაოდ უნდა გამოგიყვანო და გერა ამ ქვეყანაში იცი რა არის რომ სან ის იძახოდა სანამ არ იმას იზაო რა ქვია ბოდიში და დააჯვაო ამ ქვეყანას ისეთი ქვეყანა გახდაო
სანამ არ დააჯვავდა არი მასიზაო რა ქვია აგინებო არ შველითო ეგეც არა შველის სიმართლე ვერაფერს ვერ იგებინო და ვერასოდეს ვერაფერს ვერ იგებინ ეგეც არა შველით არც ეგ შველით ბოდიში ხალხო ამ სიტყვაზე მაგ კატეგორიას რა ხალხიც დღეს ის იყო იქ მატარებელში ვაგონში სათითაოდ გამოსაყვანები იყვნენ და სათითაოდ იმ მატარებლით უნდა გადაგევლოს ყველასთვის უნდა გაგეჯეგას უყველა მაგის ღირსები იყვნენ ეგეც არა შველით არ დგინება შველით არ ძალანცვა შველით ამათ და არაფერი დღითი დღე წმუნდები დღითი დღე აი მე დედა საკვებს არ მოიტანენ დროით დაიხოცებათ ის წინამში რა ვიცი ხო სიტყვები არ მომდის რა უნდა ვთქვა მაგ ყველაფერზე რა უნდა თქვა და სიგრახა ეს სასემიტი რა უნდა თქვა აი თანამეტანი უსქესობაა რა არ ვიცი რა დაემართა ხალხს გაჭირვებამ შეცვალა ხალხიო რა გაჭირვებამ ყველას სხვა გაჭირვება ხალხო რა ყველენ ხო არ შევიცვალეთ ჩვენათო არ შევიცვალეთ ან თქვენ ხო ან თქვენ იმან რაღა თქვას ვინც ამდენი წელი ომი გამოიარა და ომში იყო და ყველა დაკარგა იმან რაღა თქვას ის გაჭირვება არ არის იმან რაღა თქვას მითხარით გაჭირებული ყველა გაჭირებულია დღესდღეობით ისეთი დრო ნუ ის საკუთარი სახლები დაკარგა ომის დროს ის გაჭირვება არ არის ხანდახან ისე მოვიწურებით რომ კაპიკიც აღარ მოხდა ხანდახან ფულის სახში მაგრამ რა გავგიჟდი მიდივარ ვიღაცას სიკვდილზე მაგას ვამბო ან შეურაცხყოფას ვინმეს ვაყენე მაგრამ არ ვიცი რა არ ვიცი გაჭირვებამ კი არ შეცვალა იყვნენ ხალხი და ეხლა გამოჩნდნენ ეხლა გამოიჩინეს ისინი რა ქვია თავი ეხლა გამოიჩინეს თავი საერთოდ ადამიანობის სურვილსაც დაგიკარგავენ რა უნდა თქვას და რაღაცნაირად უნდა არ ილაპარაკოს ვიცი ადამიანი რამდენზე ვართ გიორგი 38-ზე ვარ ჯერ ახლა წაბუდია დიმშურის დენი ხთმები მაგ ხალხის შესახებ მოგიდე ჭველი მაგ გასაპარსი თქვას და რა უნდა ილაპარაკოს ადამიანმა ვეღარ გავიქი ხანდახან სულ აღარ მინდა ის რა ქვია გახსენება აღარაფრის და თქმა მაგრამ რა ვქნათ რას დრო მოვიდა ეგეთი რომ რა უნდა იყოს მეტი გზა არ არის მე იმ ვიდეოს კომენტარებში ხო რა ქნან ხალხმა ეჩქარებოდა თუ როგორ თუ რა ქნან როგორ თუ ეჩქარება ცოტა ხანი ვერ უნდა მოითმინო
თუ გეჩქარება კიდე გამობრძანდი იმით არა ქვია მატარებლიდან ვაგონიდან და მიბრძანდი ბექით ერთი ტაქსებში პულის გადახდა არ უნდათ და ერთი წუთით რო გაჭირდება ეგეც არ უნდათ ყოილა ხوار გაჭირებულა ხო ადამიანი გარდაიცვალა იმ ადამიანს მიხედო ხო უნდა და იქ ის მივიდო ხო უნდა გამოიყვანათ იქიდან ვაგონიდან ის გარდაცვლილი არა გვამს ხო არ ატარებდნენ წინ და უკან ახლა იმ გომის გამოტანას 15-20 წუთი იქნებოდა მეტი კი არა ჰა ექსპერტიზა მოვიდოდა ხო იქ პოლიცია მოვიდოდა იქ სასტრაფო მოვიდოდა რა თუნდოდა მაგრამ მაინც და როდის უნდა თუ გახდა იქნება მისულიყავი ხო და იქნება ეშველებოდა იმას ხო შეიძლება რომ მიხვიდე და იმას აქნა დაიხმარო რაღაცით მაინც ადრე ადამიანი რომ დაიღუპებოდა გიორგი ხო ცუდად რო გახდებოდა მთელი მოუვარდებოდნენ რა ხდება და ვაიმე და უიმე და ახლა მაგალითად არის დღეს სოფლებში რო ადამიანი გარდაიცვლებოდა მთელი სოფელი გლოვობდა ხო არა ტელევიზორს არ ასწავ ხო აი მე დამეფიცება გიორგი აი დამეფიცე ბებია ჩემი რაჭაში ხო სოფელში მოკვდა ვიღაცა ქალი არაო ბებია ჩემი ასე იძახოდა ვიღაცა არის მკვდარი როგორ შეიძლება რა მისჭართო შეიძლება ეგრე არ იგლოვო მაგრამ ელემენტარული რომ მაინც ის მასაკნა რა ქვია გული რო შეგტკიოდეს და მასაკნა მაინც ოჯახს რო იმასაკნა რა ქვია მეუსამძიმრო ან თანაგრძნობა რო გამოხატო მაინც რაღაცა არის და ახლა გინდა წიწილა მოკვდა გინდა ადამიანი უკვე რეაქცია აღარ აქვს რა ნული აღარც ახალგაზრდაზე აღარც მოხუცი კიდე ხო და ახალგაზრდა რო გარდაიცვლება ახალგაზრდა უფრო ცოდო არ არის კაცო მოხუცი ცოდოა ყველა სასიკვდილო ცოდო არის მესმის მაგრამ მოხუც თავისი ისა გავლილი ხო ხო გიორგი მაგრამ არ შეიძლება ადამიანს გული თუ არაფერზე შეგტკივა ის ადამიანი არ არის ავარია მოხდება და იმას კიდე ამართლებენ რომ ბავშვები არიან და ერთობიანო იარაღს ისვრიან და ერთობიანო ვიღაცა მოკვდება და რატო იმა გავაჩერესო ამ ერთი კაცის გულისთვისო ერთი კაცი მოკვდა და აბა რისთვის გაგაჩერებდნენ ვეღარ ვლაპარაკობ ხალხო და რა ვთქვა არ ვიცი რა სიტყვები აღარ მომდის არ ვიცი რაც საჭიროა იმაზე ხმას კი ამიღეთ ხალხო რაც საჭიროა რაც არ არის საჭირო იმებს იმას ვაშვებით რა გავურბივარდყობი კარგით დანერვოზებულია ხალხი თუ რა არის რა ვიცი ერთ მანძილს ვეღარ იმას ქნე რა ქვია აი სიტუაცია ერთ წამს ვეღარ ითმენ ვეღარაფერს ადამიანი რა ვიცი ქაოტური გახდა უკვე ცხოვრება სხვათა შორის იცი რა მინდა გითხრათ კიდე მე რამდენი ვთქვი სხვათა შორის რა ამბავია შენ მე რა ვიცი კაცმა არ იცის ვიზრა ჩაფიქრებული სხვათა შორის აჰა კიდე მე ამდენი იყო ღმერთმა იცი დაითვალეთ ხალხო რო უყურებთ ვიდეოს კაცმა არ იცის ვიზრა ჩაფიქრებული და ვისრაუდეს გულში მეტროში რამდენი გადააგდეს კიდე კაცო ხელს რო კრავენ ხოლმე
აღარცის, შვილით აღარცის, შვილით აღარცის. კიდე ის ვიდეოც იდო რომ ესა რა ქვია მე ავტობუსში ავიდა ვიღაცა ბიჭი ვიღაცა ქალიც იღებდა რა ვიცი გოგო იღებდა ვიღაცა კიდე იმასაც უნდა დაამტვრიო ის ხელები უარესი გააკეთა გაამწვავა რატომ ატყუებო ძღოლს აუარდა ვიღაცა რატომ ატყუებ კი რა პონჩი მარტყუებ რო ადგილი არ არისო გაგიხევ თავსო შეისეთო შეასეთო ძღოლს ურტყავს ხალხო კინაღამ ავარია მოახდინა ძღოლმა და ის ვიღაცა კიდე იქიდან ვიღაცა ქალი კიდე იქიდან გზავრებიდან უარეს იმას აშვება რა ქვია უფრო ნაპერწკალზე იმას ასხავს ბენზინს რომ უარესად გაღვივდეს მე რა ვიცი მიქე მიშინია ყველაფერს და მოხდა ხალხო იმიდა რა ქვია იმაში ავტობუსში ურტყავდა ადამიანს მე ის ძღოლმა რა უთხრა ადგილი არ არისო ადგილი არ არისო რომ ამოდიხარ სად ამოდიხარო ხო ადგილი არ არისო და რა ვიცი მე ის ჩვენი ძღოლები კიდე ჩვენ მარშრუტის ძღოლები პირიქით გზაში საჩერებენ ხოლმე რომ ამოიყვანო ხალხი სუდგვა აღარ არის ვეღარ თქვა ადამიანი მით უმეტეს ზაფხულში აი მე ხალხო აი რა უნდა გითხრა აი აქ წვირი ყოველ აი გაციებაზე რჩება ეს მომents ადგილი ეხლა მე მაქვს ეს ერთი მხარე ხო ერთი ნესტო ხო ისა მაქვს რა ქვია გაჭედილი და ხამე რომ დავწევი მეორეც მეჭედება მეც ეგ ორივე მეჭედება ხამე მე ხამე რა საშვება აქ ხო სითხე მოდის ეს იმაშობა გამაგრდება ეს ისა სითხე შიგნიდან აი ისა და მოედება ასე ძლივს გამოვიცილი ხოლმე რა მე სუნთქავ ვერა დავიხოცავ რაც და გონია დავიხოცავ მოკლედ თავბრუდა მეხოვა ხოლმე ის ესე მგონია რომ მოვიხოცავ ხოლმე რომ დავიხოცავ ესე მგონია მთელ მსოფლიოს ეს მისათქო აი ახლა მოხოცვა მინდა ისე მწოდე რო ვქნა ესე არ შეიძლება მე დილით რო ადგები თავი ტკივილი ამყვება და მთელი დღე გაბრუებული დავდივარ რო ეს უთქვა მე ღამე რო ეს უთქვა მთელი დღე გაბრუებული დავდივარ ის სნუპი გვინდა თორ ვიყიდეთ გლახთან ჩვენც არ ვიცი მე რა ჯანდაბა არის რა არის ეს ვირუსები ხო საერთოდ ეს არის რა ქვია თუ შეგივიდა და აღარ გამოდის ამ ადგილიდან აი მე გუშინაც ეგა თქვი ერთ-ერთმა მოწერა მართალი ხარო მე გუშინაც ეგა თქვი ან კაცი რო იყოს ან ქალი ვირუსი ეს ვირუსები რაც ეხლა არის ხო საერთოდ ვერ მოიშორებდი რო დაქორწინდებოდა შენზე ხო საერთოდ ვერ მოიშორებდი ვერ მოიშორებდი ხალხო ჩაგისახლდებოდა საერთოდ ვერ გააგდებდი სახლიდან ვერ გაანძრევდი ადგილიდან ვერა და ეგრე არის ეს ვირუსები აი ამ წუთში რატო აი დღის ამ წუთში რატო არ მაქვს მე რა ვიცი ხამე რატო იცი აქ აი ახლა მაქვს ისა აქ მაქვს გაჭედილი დღისიც და ღამეც დღისი ხო ეს ერთი მხარე მაგრამ ისა დღისი რატო არ არის და ღამე არის მაინც დავაიცი მე რა ვიცი ალბათ გადადის აქ მე რა ვიცი რა ვიცი მე ხალხო დავიღალე რა როდემდე უნდა ვიყოთ ასე მე მგონი აღარაფერი აღარ შედის ამ კორონამ დაგვიგდო იმუნიტეტი საერთოდ კოვიდმა იმუნიტეტი დაგვიგდო აღარაფერი აღარ აქვს ძალას აღარ მაქვს ხანდახან ისე ძალა ენერგია 5 წუთი რომ დამესვენა აი წამი ხო იმდაირი ენერგიაზე მოვიდოდი რა ვიცი ახლა ვიცი რა არის ხო ხალხო თუ დამახველა ხველება თუ დამეწყო ხო იმას აშვება რა ქვია სუნთქავს მიკრავს ეს ვირუსის მერე ეგეთი იზამა ხველება დატოვებული არ ვიცი რატო სუნთქვა მეკრება ხალხო ვეღარ ავსუნთ ხალ ძლის მოვიბრუნებ ხოლმე სუნთქს ხანდახან გზაში რომ დამახველებს ხოლმე მაღაზიაში რომ მივიდივარ გული არ წამივიდეს აკათკო მაშინ რო ქვია გავგორდი ამ ქუჩაში თქვა რა მოგაქცევს ყურადღებას ვინმე მოგასულიერებს წყალს მოგასხავთ თუ როგორ არის საქმე ჩვენნაირი ბევრია გიორგი
და ვიცი ვინმე მაინც არ დაგეხმარება დაგდებულს რო გუნაღავ ძის გაშოთის ჩვენნაირი ბევრია ჩვენნაირი ალალი ტკბილი როგორც ჩვენი გამომწერები არიან ჩვენი მეგობრები მართლა ხალხო შეიშალა სამყარო შეიშალა გიორგი ერა ბუმბულია მადი მავედი ბუმბულსკი რა ვიცი ის ვიდეო არ ნახეთ ხალხ რომ ვიღაც ბებრები რა უყურებდნენ ხალხს მოხუცები ეს სიტყვა ბებერი რა უბედურება არის კიდე მოხუცები ხანში შესული ქალბატონები პარკში შედან და ხალხი რო გაივლის გადაულაპარაკებენ ხოლმე რაღაცას ერთმანეთს ერთის გააყოლებენ თვალს გამოივლის გამოაყოლებენ გაივლიან ხალხი გააყოლებენ გამოივლიან გააყოლებენ და გადაულაპარაკებენ ხოლმე ერთმანეთს რაღაცას რას ლაპარაკობენ ისიც არ ვიცი მუსიკა ედო ხო და კომენტარებში შევედი და 90-იანების კამერაო 90-იანი წლების კამერები არიანო რაღაცას გადაულაპარაკებენ ხოლმე ერთმანეთს და ხმა მაღლა ვინმე რო გაიგოს ის არა ქვია რასაც იძახი იმის მისამართით ხო უნდა მოგიბრუნდეს და ტკეპოს ერთსა და მეორესაც არაქცია ყურადღებით მოხუცები რო არიან რაც მივაქცევდი მე მაგალითად ყურადღებას მაგრამ მაინც რასასია მოუნო ვიღაცა რო მოგშტერებია უგასროთ შენ იმაზე რო გილაპარაკება შეიძლება თან ხმა მაღლა რო გადაილაპარაკებს ჩუმად მაინც გადაილაპარაკო სიჩუმე არ შეიძლება ჩუმად გადაილაპარაკე ხო გადაუჭურჭულე არა ხმა მაღლა რო იძახი ჩემს არიცხს მანქანა გაითიშებოდა სასწაულია მოკლედ ხალხო აი სარეცხეთ მანქანას რო ისიც ოქონდეს ენა ხო თუ არ მაგინებ და მე ფეხები გაიქცეოდა მაგინებ და გეფიცები კაკა გემრი გამოტენილია სულ მის დღემში სულ რეცხავ მე წინდები რატო იკარგება ხოლმე გამაგებინდათ ყველა მაგას ჩივის შენ თუ გამოგიღია თითო წინდა ხო მაგარიდა საერთოდ მაგარიდა რატო იკარგება გამაგებინდა ყველა მაგას ჩივის სადმია გამ მაგანას ყლაპავს ჭამს თუ რა ხდება არა ჩემ მაგანას ხშირად არაშვება ერთი ძახი ტიკტოკერი არის და მანქანაში იმას რო შევყრიო რა ქვია საერთოდ ნასკები გამომაქ ერთი ცალიო თითო სადმია არ ვიცი ჭამს ალბათ ჭამს მაგის მანქანა თუ რა მანქანაში სად უნდა მიდიოდეს დოლურის გარდა სხვაგან ჩაზავარდნი არ სად არა წყალი გადის მარტო და ის წყალში რანაირად იქ რანაირად მოგავიდეს წინდა ნასკი ეგრეთ წოდებული ნაბად მაგის მანქანა მიითმევს იმას რა ქვია ნასკებს რაღაცა მოტორი არ ჭარტულა მანქანა მუშაობს მე გადიდე დაბა ჩარტეს აიტუთ რა ჯავტე მე რა ჯავტე მე მგონი მახსოვს ჯავტე აიმე რა ხდება რა ხდება გიორგი არ გადამრიო ხარ გორ გაფუჭდა მანქანა რაკენი ისე ვიყავით ლაპარაკში გართულები მოტორის ხმაც ვერ გავიგე ხალხო მორჩა ხო? დათიშულა ცხავს მორჩა ხო? ისე ვიყავი გართული ლაპარაკში ისე ვიყავი რომ მოტორის ხმაც ვერ გავიგეთ დედა ვერა დეზე ვართ 54-ზე ცოტა ხანი ვიყოთ და წავიდეთ თუ ერთ საათიანი ნამიტანი დიდი
ის არის რა ქვია ქვეყანა რეკლამებია და დაავაწყვიტეთ ხალხს ნერვები რო ჩაიტვებიან მე რეკლამები გათშვას კი არის იცი ხან ოჭმანია თქო ხან ჩინელი ჩაიტვება ხოლმე ხან ვიღაცა ხან და ხან ფილმი იტვება ხოლმე რაღაც ო რა იყო რა ახლა იქ მოგვინდება სერიალებს ყურება თუ იმისი რა ახალი ფილმებიც გამოვიდა ყველაფერს რეკლამებში უყურე ჩინოჯანა ჩანაჩუნი ჩინი ხან ჩინურია ხან კორეული რეკლამა იტვება ხოლმე რა კაშნი მგეთია ამას კაშნე რომ მიყვარდეს ძალიან რომ მიყვარდეს ეს კაშს არ იკეთებს არც ქუდს ქუდსაც ვერ ვიტან ხუდის ხუდი კი ბატონო მაგას კი მაგის გარეშე ვერ გადავადგილდები ზანთარში აი ქუდს რო იხურებენ ხოლმე მაგას ვერ ვიტან ოღონდ რაღაცა ქუდი არის შემოსული ახლა მოდაში ყველას მე რა ვიცი ეგაყურავს ნახევარია შუბლზეც ნორმალურად არ ჩამოდის მარტო კეფას უნდა გათბობა ყურებისადმი გაქვს აი ნახევარია გებიცევით აი ასე შუბლზეც არ არის ნორმალურად ასე ნახევარი მაგის დახურებას რა აზრია ისედაც ქუდს არ ვიყურებ და მაგას დავიხურებ მაგის დახურებას კიდე რა აზრია თუ დაიხურებ კეფას გითბობ მარტო მეც არა რო კეფაში არ დაგარტყას ნიავმა ყურებს არ უნდა გათბობა ყურებში რო შედის ტუნით ქარიო მე ყურებს რო შედის ტვინსაც ავნებს ხო იცით ზოგ შენიავებული აქ და გამონიავებული ზოგს ქუდი ძარაშველიც ისედაც უკრით უნიავებთ და გინიავებ ზუსტად ეგ არის დაბა მაგათი ამბავი ლოგის ამბავი აბა მაშინ რო გადმოგვიხდა ვიღაცა ვიდეოს რო აგა მაგალითად რო აყოლოდე ხო რაღაც ხომ ხდებოდა გებიცებით ზოგი ჩემს ადგილ ზოგი ნერვოზიანია კაცო ვიღაცა მიუხტება მიუნგრევ და იმთავყბას მე მაგარა თავი შევიკავე მაშინაც აი რო იმასაკნა რა ქვია მე რას დამცინითო ვის დავცინებ წამოხდა მე რა ვიცი ვიღაცა მთვრალი ის არ დამინახე სად იყო რა სიცინიო მაგას ეგონა ჩვენ მაგას დავცინოდი მე რა ვიცი ვიღაცა წამოხდა არ დამინახეა ვინ იყო თვალით არ დამინახე არის მიმიხედი არ შემიხედია საერთოდ ალაუთაიან რა აი მაშინ რო გადმოხდა კიდე მანქანი და რო გააჩერებინა და გადმოხდა ისიც მაგას ვამბობ ისიც და მე აქეთ რო ვიცინოდი რაღაცაზე და რა სიცინიო ო ეგეც თან ოე რა სიცინიო ოე და ჯანდაბა ოე მაგას ოე რა ლაპარაკია ჯერ ოე ფიუ ჯერეგეთი რა სიტყვებია რა კორიენტელი რა მოქმედება რა ვითარება მართლა ვერ გაიგებ რა სიტუეიშენია ვერ გაიგებ ხვალე ვაიმე ვიღაც ვიდეო შემხვდა და რა თქვა იცი ინგლისურ ენაზე ვინც საუბრობს ვინც ლაპარაკობს ყველა გეი მგონიაო ვაიმე რა მაგრა აკლია ამ ხალხს ღმერთო დღითი დღე ხალხო წმუნდები რომ მაგრა აკლია კი არა ასხია ძალიან ასხია ამ ხალხს და როდემდე უნდა ესხათ ესე ძალიან არ ვიცი ვაიმე რამდენი ავატყოფია ვაიმე დედა ღმერთო ჩემო არ ვიცი გიორგი იცი რა ვარ ნათქვამი ბალზე ხარ და ვაშს რო კრეფავდე ისე არის მაგათისა ბალზე ხარ ვაშს კრეფავ ვაშს ჭამ და ატრის კურკებს ისვრე ეგრე არის მაგათი ამბავი კი ბატონო მართალი ხარ კაცმებთან ჩავიდე მე შევამწყობიო თუ არა რო წავიდეთ ხერა ფილმ შეგვიჭამოს კათმები მე რა ვიცი ანდოები კი არ არის ბა მე კომენტარებში კი გლეჯვა იყო იკაცი
აი ყველა დასცინოდა იმ უბედურს იმას იმ საცოდას სულელია რა ვაიმე სულელია და მაგაზე დიდი გაჭირვება რაღა გინდა ადამიანს რო ტვინი არა აქვს ხალხო მაგაზე დიდი გაჭირვება რაღა გინდა ჰა არ ვიცი ტვინი რო ადამიანს არ აბადია და არ იცის რას ლაპარაკობს უტვინოა აიმე იმდენი ვიცინე არც ბრაზდები მაგეთ ეგეთ იმეებზე რა ქვია ეგეთ უაზრო იმეებზე რა ქვია სიტყვებზე აი რა უნდა გაგაბრაზოს ის სასაცილო არის პირიქით ვერც გაბრაზდები ადამიანი რა არის ესეთი უთომბულო პირიქით სასაცილო არის ვაი მე დედა რამე შველება ხარ ვაი მე გვეშველება ხარ რამე გვეშველება გამოსწორდება როდეს მე ის არა ქვია მდგომარეობა ვაი მე კი არა ვაი მაგას ვიღაცა იყო ვინც ეგათქვა ვაი მაგას არა და პოლიტიკოსია კაცი ვაი მე და მე ადამიანს რო ტვინი არაბადია არ ვიცი საერთოდ სად გაიზარდნენ და სად მოვიდნენ ესეთი ტვინოები არ ვიცი საერთოდ ამოუვარდათ ეს ტვინები თუ რა ჯანდაბა არის რა ხდება არ ვიცი ამდენი უტვინო რატო ცხოვრობს არ ვიცი არ ვერ ხვდები ერთ საათზე წავედით საათი არ გვინდა მეთქი გამოიწერა არ ვიცი მე პირიქით ეგეთ ვიდეოებზე მეცინება აი მე ერთი მომღერალია სადაურიელი რა ქვია ინგუშია ესე შვება ხოლმე ეს შვება ძალიან კვეთრად იმღერის ყლასოს ძალიან კვეთრად იძახის მე კიდე გული მე ვახოდმე რომ ამბობ ყაზრობი და გული მე მოდი ახლა დავიმშვიდობოთ დედა ვაი კაცთანაც უნდა წავიდე ხალხო ეგეთ უაზრო ვიდეოებზე ხალხო იცინეთ ბევრი არ გაბრაზდეთ ბევრი იცინეთ ეგეთი აზროვნების ადამიანი ძალიან უბედური ძალიან მეწოდება მე პირადად ძალიან მეწოდება ძალიან უბედურია ტვინი არა აქვს თავის გაჭირვება ყოფნის და რა ვქნათ თავის გაჭირვება შეჭირვებულიო ტვინი შეჭირვებულია ზუსტად რო იტყვია აბა დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე რაღაცა ვიდეო გამოგვივიდა მეც არ ვიცი კარგად იყავით მაგრად იყავით ამ ბოლო დროს ამ ვირუსებისგან ვეღარ ვაზროვნებ მარტო ვირუსებისგან კი არა ამ ამბებისგანაც ხდება ვეღარ ვაზროვნებ მაგრად იყავით უფლისკენ იყავით ილოცეთ სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და ჯანმრთელობა და რავი ყველაფერი კარგი აბა კარგად ბაი ჰელო ჰაი ბაი 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 ბოი